მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ თანამედროვე სათეატრო პროცესებზე საუბარს და დღეს უნდა ვისაუბროთ სპექტაკლზე მტერი, რომელიც ნიკა საბაშვილმა დადგა თავისი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებთან ერთად და მე მიხარია რომ ქალბატონი მაკავასაძე და ქალბატონი ანა ალექსანდრა სულომანიძე არიან ჩვენი საუბრების სტუმრები და პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ ეს სპექტაკლი დამოკიდებულებას განსაზღვრავს პედაგოგის ჯგუფისადმი, იმიტომ რომ მეორე კურსზე წესი სპექტაკლი არ ითქმება ხოლმე. წინა საკურსო, მესამედან იწყება და ასე შემდეგ. წინა სადიპლომო. და ეს იყო რაღაცა ის დანამატი ბავშვებისთვის, რომ ამ ხელა ბედნიერი დღეები აჩქვა და მეორე კურსზე უკვე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ითამაშეს წარმოდგენა. სრულიად ისეთი ექსპერიმენტული სპექტაკლი, რომელიც თავისი რაღაც აქცენტებით ისეთ ემოციას იწვევს შენში, რომ მე დიდხანს მიყვება ფიქრი. და ზოგადად ის განცდა და ხერხი საბაშვილის თეატრისა, რაც მომწონს მე, რომ რაღაც პატარ-პატარა აქცენტებით, თითქოს პერიფერიული აქცენტებით, უცბად ისე რომ შენ ვერ ხვდები ეს რა ხას მიყვება, უცბად ისეთ ემოციას დაატრიალებს, მაგალითად კარის გაღებას, როცა დედა მოდის კათედერით. ერთი გაიღო კარი კათედერით, დაიხურა და მე ჩამოვიშალე და ალბათ მაყურებლის დიდი ნაწილი. რომ რაღაცა ხერხით წამში აღწევს რაღაც ემოციას, რომელიც პირდაპირ გაჯერჭრავს იმ მოვლენათა რიგს, რომელსაც სპექტაკლი მიუყვება. ქალბატონო მაგა, რითი არის ეს სპექტაკლი გამორჩეული ხა? მოგესალმებით, ბატონო ნიკოლოზ, მივესალმები ჩვენ მსმენელს და მინდა აღნიშნო, რომ ეს არის საავტორო სპექტაკლი, ანუ პიესა თვითონ ნიკამ დაწერა, მუსიკა და ყველაფერი, ანუ გაკეთებული თოჯინა, ხატვა, ყველაფერი არის ნიკას გაკეთებული საბაშვილის, თვითონ არის ავტორი ამ ყველაფრის და მნიშვნელოვანია სწორედ ჯერ ესეთი პირველ რიგში ალბათ იმ თემატიკით, რაც ამ სპექტაკლში არის ამოზეული და მე უკვე რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ მართლაც 10 წლიანი პაუზის შემდეგ ანუ შარშან აიყვანეს მეთოჯინეები, მსახიობი მეთოჯინეები, რომ ეს ჯგუფი მიყავს ნიკოლოზ საბაშვილს და სწორედ მეორე კურსზე უკვე ნამუშევარი და თან ძალიან კარგი ნამუშევარი შექმნა თავის სტუდენტებთან ერთად. ეს ორი ძირითადი რამ. ეხლა რაც შეეხება იდეას, რაზეა სპექტაკლი. რა თქმა უნდა, აქვე აღნიშნა, რომ მითითებულია, რომ 8 წლის ზემოთ მაყურებლისთვის არის განკუთვნილი და მინდა გითხრა, რომ შეიძლება ალბათ უფრო სწორი იქნებოდა 12 წლის ზემოთ, იმიტომ რომ მე მყავდა ჩემი შვილიშვილი მიყვანელი ანა 9 წლის არის და მასე ძალიან იმოქმედა სპექტაკლმა ცუდ ხასიათზე დადგა, იმიტომ რომ ბავშვი სწორად აღიქვამს ყველაფერს, ზუსტად მტერი რა ხდება სპექტაკლში და სპექტაკლი არის იმაზე, თუ და ეს იწყება ოჯახიდან, ანუ ადამიანი, რომელიც იბადება და უკვე დედ-მამის არასწორი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, ოჯახი ეს ხო არის საზოგადოების ნაწილი, ხო? საზოგადოება იქმნება ოჯახებისგან. მცირე მოდელი. და თქვათ ეს იყო ნანატრიშვილი, საყვარელიშვილი, მაგრამ როდესაც ის უკვე ხდება მოზარდი, უნდა ისწავს, როგორ არასწორად ეპრობიან მშობლების შვილს, არასწორად მიმართავენ მის ცხოვრებას, იმიტომ რომ სწავლა შეიძლება იყოს იძულებითი და რაღაც ჯუხით ადგე თავზე ადამიანს. მართლა წიგნებში დაახრჩო პირდაპირ. ხო, ძალიან კარგი მეტაფორაა ეს წიგნებში რომ ახრჩობენ და იმეცადინე ისწავლე, ძალიან კარგად არის ეს გაკეთებული და შემდეგ ნელ-ნელა ანუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას როგორ ახდენენ დაწყებული შვილებიდან მერე ეს ტრაგიკული ამბავი მართლა საოცრად ეგუციურად დედის გარდაცვალება და ეს გალოთებული მამა, რომელიც ჯავს შვილზე იყრის და ფიზიკურად უსწორდება, ანუ ადამიანი იროვნება, რომელიც იბადება და ხდება ბულინგის მსხვერპლი დაწყებული ოჯახიდან, შემდეგ უკვე სკოლა და ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები ძალიან სასტიკები არიან ხოლმე ერთ განსხვავებულის მიმართ და ერთმანეთის მიმართ. შემდეგ უკვე საზოგადოება
და შემდეგ როგორ ხდება ეს არის მთავარი რომ ბულინგის მსხვერპლი და ეს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი ხდება ბულერი. ხდება მოძალადე და აი ძალიან ისე აქ გაკეთებული ნიკას ეს ფინალი რომ ვის უსწორდება რომელიც თავად გადაარჩინა და მერე ამ ლეკვს გაბრაზებული უსწორდება და კლავს ამ ლეკვს. მოკლედ ეს არის ადამიანის ცხოვრებაზე დაბადებიდან მის გარდა ჩადოსნურ წრეზე. იმ ჯადოსნურ წრეზე რომელზედაც ტრიალებს ეს ამ ადამიანის ცხოვრება, ამ პიროვნების ცხოვრება და რაც მთავარია ნიკოლოს ძალიან ხატოვნათაა ყველაფერი გაკეთებული. ის ცოცხალი მუსიკა რომელსაც მგონი თეთებერძენიშვილი ნიკას შექმნილი ცოცხლად სრულდება და მუსიკას ძალიან დიდი ემოციური დატვირთვა აქვს მინიჭება. ამასაც სტუდენტი აკეთებს. დიახ, სცენაზე დგან ამ სტუდენტები და თეატრის, თოჯინების თეატრის მსახიობები და თოჯინა სულ ერთია, ეს არის ამ ბიჭის თოჯინა და დანარჩენი არიან მსახიობები და საგნები, აი სხვადასხვა საგნები, რომლებიც არიან ჩართული ამ ქმედებაში, ამ ლენათა რინგის განვითარებაში და მართლაც საოცრად აქვს ეს გადმოცემა. და ეს თოჯინაც რო იზრდება, უკვე გაზრდილი თოჯინა. ჯერ პატარა, შემდეგ უკვე უფრო მარიონეტის ტიპის არის ეს თოჯინა და ძალიან საჭირო, ძალიან კარგად გაკეთებული, მაგრამ აი კიდევ ერთხელ აღნიშნავ ალბათ ცოტა უფრო მე მგონი ყველა მშობელს უნდა მისცე. და მე მგონი დინდებმა უნდა ნახონ უფრო მეტად ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ აი რას უკეთებენ თავის შვილებს. აი მე პირველი ჩემთვის მთავარი ეს იყო ამ სპექტაკლში. რა თქმა უნდა პიროვნების და საზოგადოების დაპირისპირება იმის რომ არიღებს საზოგადოება განსხვავებულ ადამიანებს და კიდევ უფრო აბულინგებს და რო ასე შემდეგ, მაგრამ პირველი არის ოჯახიდან იწყება ეს ყველაფერი და მშობლების ურთიერთობიდან შვილებისადმი და აი ალბათ აუცილებლად მშობლებმა და უფროსი თაობის ადამიანებმა უნდა ნახონ და რაც თავარია ღიად ოვებს ბოლოს ესე კონკრეტულ პასუხს ნიკა სპექტაკლიც არ გვაძლევს ხო? ანუ დასკვნები ჩვენ თვითონ უნდა გამოვიტანოთ. ვინ არის მტერი? თავის მტერია არა. მე ვამბობ რომ მე ასეთი ეს ადამიანი გახადეს თავის ყოფა არსებობ ან გარემო სიტუაცია და მამა ჩხუბით მეაგდებს წიგნს თუ დედა მოფერებით დაუდებს და წაიკითხეო მაინც წიგნში ხრჩობა ეს მეტაფორაა ძალადობის ალბათ და ჩვენ ჭკუაზე გადმოყვანის. ვინ არის მტერი და რა მისცა ამ სპექტაკლმა სტუდენტებს როგორც მომავალ არტისტებს აი ამ სპექტაკლში მონაწილეები და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს მას მაყურებლისთვის. პირველ რიგში მე გავაგრძელებ ქალბატონი მაკას აზრს, იმიტომ რომ არ იქნება გასაკვირვით, იმიტომ რომ ყველაფერში ვეთანხმები. მეც ალბათ თქვენსავით ცოტა დამძიმებული გამოვედი სპექტაკლიდან და მეც დავფიქრდი იმ აზრზე, რომ ეს შეიძლება 8+ ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის შეიძლება იყოს უფრო ემოციური მძიმე, მაგრამ მე შეხედე ცოტა სხვა კუთხით. იმიტომ რომ ეს ხო არის ასაკი, როდესაც სკოლაში ბავშვი იწყებს უკვე დამოუკიდებლად ურთიერთობების ჩამოყალიბებას, უკვე ბოლომდე აღარ უსმენს აღარც მასწავლებელს, აღარც მშობელს და ცდილობს რომ ააშენოს ურთიერთობები თავის თანაკლასელებთან, თანატოლებთან იმ გარემოში, სადაც არის. თავის მხრივ მე ვფიქრობ, რომ დადებითად შეიძლება იმოქმედოს ბავშვზე, რომ გვერდიდან უხურებს, რომ ის ვინც ჩაგრავს ამ ერთ დაჩოყოლად არის თავარ მოქმედებს ამ შემთხვევაში. ამ საზოგადოებამ ხო არ იცის რა ბექგრაუნდი აქვს, რა წარსული აქვს, რა სიტუაცია აქვს ოჯახში ან სხვა გარემოში, საიდანაც ის მოდის. და მეორე მხრივ ის გასათვალისწინებელია, რომ ეს მთავარი გმირიც ჩაგვრელი ხდება, იმიტომ რომ დასაწყისში ის არის დაჩაგვრული. რაც შეეხება ხო უშუალოდ კონკრეტულად თქვენ კითხვას, აი რა შეიძლება მისცეს როგორც სტუდენტ მსახიობებს, ასევე მაყურებელს. და საზოგადოებას მიღავს ამ სპექტაკლს. პირველ რიგში უკვე აღნიშნეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეცედენტი, რომ მეორე კურსელმა
მსახიობებმა ფეხი დადგეს პროფესიულ სცენაზე, ეს მათ გამოცდილებას ძალიან ბევრს შემატებს. პროფესიონალ მსახიობებთან ერთად. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ იქ სხვადასხვა ხერხია გამოყენებული. აღნიშნეთ უკვე, რომ მუსიკალური გაფორმება ამთაკეთებს სტუდენტი, აი არავერბალური, ცოტა პანტომიმა, ხელების მოჭრობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თოჯინის მართვა. ამ ყველაფერს ერთად რომ ეუფლებიან ეს მსახიობები, ამ ენით განსხვავებული ენით გადმოსცემენ თან მაყურებელთან, შეიძლება ისიც ითქვას, რომ არავერბალური, რადგან არის უფრო მეტად ემოციური იყოს მაყურებლისთვის და იმაზე უკვე აღარ ვსაუბრობთ, რადგან საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვის და ერთსაც დავამატებ იმას, რომ მე ზოგადად ძალიან მიყვარს საბავშვო სპექტაკლი, მაგრამ როდესაც საბავშვო სპექტაკლი არის იმდენად აზრიანი, ისეთი ხერხებით არის დადგმული, რომ ეს უფრო მეტად ამ ზღაპრული რეალობით გაჩვენებს უფროს და გიხილავს თვალებს, გაჩვენებს მწარე რეალობას, კიდევ უფრო მეტად ჩემი აზრით დასაფასებელია. ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ასევე, რომ სპექტაკლში არის მხოლოდ ერთი თოჯინა, რომელიც მერე იზრდება. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ერთ თოჯინას მხოლოდ ერთი მსახიობი არ მართავს, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თვითონ რეჟისორის გადაწყვეტა, რა იდეა შეიძლება გქონდეს ამ გადაწყვეტას დაკისრებული. რომ ეს ადამიანი არის მართული შეიძლება იყოს საზოგადოებისგან, სისტემისგან, ოჯახისგან და ამ რიგში უნდა ვთქვათ შიში. შეიძლება იყოს მართული შიშისგან. და მე რატომღაც ეს იდეაც დავინახე, რატომ არის მაგალითად ერთი თოჯინა და სხვა პერსონაჟები დედა-მამა რატო არ არის თოჯინებით გათამაშებული. თვითონ ალბათ ნიკა საბაშვილის ესთეტიკა ჩემთვის იმით არის გამორჩეული, რომ აგებულია დეტალებზე. აი იქ არაფერი არაფრისთვის არ არის. ყველას რაღაც დატვირთვა აქვს. და ცხოვრებაც არის მით უმეტეს აი ეს დრამატურგია, რაზეც არის ამ ბავშვის მომავლის ყოფა, არის დეტალებით, ხო? პატარა დეტალმა შეიძლება ისეთი დაღი დაგასვას, რომ მე იმ შედეგამდე მიხვიდე. და ეს აღვიძებს შენში ან მიზან მიმართულად მიძინებულ, ან თავისთავად მიძინებულ ისეთ ემოციებს, რომელიც მე გეხმარება, რომ ცოტა უკეთესი გახდე და შენ შვილთან ურთიერთობა შეცვალო. შენ გარემოსთან ურთიერთობა შეცვალო. აი რაღაცა დიდ მონოლოგს და ათეტიკას და ყვირილს და კივილს მირჩევნი აი წამიანი ის კარების გაღება დედის არ ამომდის თვალებიდან, რომ უცბად დედა სუდათ არის და მე იღება კარები და დედა აღარ დგას და სიცარიელია და ამით მაყურებელი მიხვდა და რომ ჩამოეშალა ყველაფერი. ეს უფრო ემოციურია, ვიდრე რაღაცა შეიძლება ნახევარსაათიანი მონოლოგი. ყოველ შემთხვევაში ამ ფორმაში ესე უფრო დიახ, იცით რა არის აი ნიკას ხა რამდენი წელი უკვე თვალს ვადევნებ თვლის მოღვაწეობას თოჯინბოლ სპექტაკლებს ქმნის მართლა მისი ხელწერა არის აი ესე ზუსტად ამ მეტაფორული სიმბოლური თან არავერბალური ძალიან ხშირად ეს სპექტაკლები არის არავერბალური ქმედებით ეს იქნება თოჯინა და ცოცხალი მსახიობის ასე ვთქვათ ერთდროული ყოფნა სცენაზე და აი ესეთი დეტალები რაც შენ უკვე აღნიშნე ეს იქნებოდა ვთქვათ ზუგდიდში დადგმული სპექტაკლები თუ მოზარდ მაყურებელთა თეატრში თუ ახლა თოჯინების რეგიონებში ხშირად გავს ზუგდიდში დადგმული სპექტაკლები და აი ყველა სპექტაკლთან არის სწორედ მიმართული იქითკენ იმ იდეისკენ აი საშამ აღნიშნა რომ თქვათ ეს მხოლოდ არაშვილებისთვის და ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის არამედ მათი მშობლებისთვის და უფროსი თაობისთვის რომ შენ დაფიქრდე იმაზე რომ სამყაროში ყველაზე მთავარი არის სიკეთის თესვა სამყაროში ყველაზე მთავარი არის სიყვარული ადამიანებს შორის ურთიერთობა უნდა იყოს ადამიანური და არა ისეთი ძალადობრივი, რომელსაც თქვათ ამ კონკრეტულ სპექტაკლში შვილის ნუკრისნა ამბობდი არ მავიწყდება საქართველოს ნიკას ეს შეუძლია რომ აი რაღაც საქართველოს დიახ ასევე
აი რაღაცა სცენებს, ეპიზოდებს ისე აკეთებს, რომ მუდმივად მოყვება. მხატვარია შეიძლება ითქვას ამ თვალსაზრისით. მოკლედ ძალიან ნიჭიერი ადამიანია, რომელიც აი ყველა მიმართულებით ეხლა უკვე მუსიკის წერაც დაიწყო და ნუ აი ძალიან საინტერესო. ამ თოჯინებს როგორ აუმჯობესებენ? თანდათანო და ნუ აი რაღაცა ძალიან საინტერესო ნამუშევრებს. აი ერთობლივად. სასაცილოა ხოლმე ზოგჯერ რეჟისორი, რომელსაც უნდა სიკეთეზე რაღაცა სპექტაკლის გაკეთება და არ გამოსდის, იმიტომ რომ თვითონ სიკეთეზე დაყრდნობილი არ არის და მე აი ეს ისეთი თვალშისაცემია მისი ყოფა არ გამოხატავს ისე როგორც მისი სპექტაკლი და ნიკა საბაშვილი რაკი თვითონ კეთილშობილი ადამიანია სიკეთეზე ლაპარაკი ძალიან გულწრფელად ეხერხება და გედება შენც და გინდება რომ ცოტა უკეთესი გახდეს. რაღაც საოცარი ფანტაზია აქვს. აი საგრები გარდა თოჯინებისა, რასაც აკეთებს, თქვათ ის ასე თქვა დეკორაციის დეტალები, რეკვიზიტი, ნუ რაღაც საოცარ იმებს, ფორმებს და თან ნუ აი თვითონ იგონებს ამას ყველაფერს, რაც გამახსოვდება სულს. სამყაროში ქმნის რაღაც ესეთ მწარე რეალობას გაჩვენებს პირდაპირ. რომლის შეცვლის პერსპექტივასაც გიტოვებს, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ აი ზღიად რჩება პასუხი ვინ არის მტერი? ვინ არის მტერი, საკუთარი თავი თუ შიში თუ საზოგადოება. მოკლედ, იმიტომ რომ მაყურებელმა თავად უნდა იფიქროს და თავად უნდა გასცეს პასუხი და დასკვნები თავად. ამიტომ თქვენ ზრიად წოვებთ ბატონო ნიკოლოზ ამ კითხვას, ვინ არის მტერი? მე კი ნამდვილად გირჩევთ, რომ წახვიდეთ თბილისის თოჯინების თეატრში და აუცილებლად ნახოთ ეს წარმოდგენა მტერი, ასე ქვია სპექტაკლს და წინ დიდი შთაბეჭდილება და დიდი ემოციების ცვლა გელოდებათ. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.